თოვლის ზაგარი. ესე იგი დღეს ეს რეინჯერები ხო არ მოგცილებიან, ხო მოგვეხმარნენ, ხო დაგვაკვალიანეს. ნიკა აქ ყავდა არ გვჭირდებოდა, მაგრამ თავის გული და სული ხო გამოხატეს. შუა დღეზე თავისთან ოჯახში გვეპატიჟნენ, არიქა საჭმელი, არიქა სასმელი, არიქა რა გესიამოვნებათ. გამოვიქეცით ეს ბოლო ბუღდაშენი რო გაგვეკეთებინა და ეხლა კიდე აქ მოგვადგნენ. და არ გამოგვიშვეს რო იტყვიან მივყევართ თავისთან ძალის ძალად. ანუ რისი თქმა მინდა იცი რომ არავინ არ ვართ ამ ადამიანებისთვის, მაგრამ ადამიანობა გამოიჩინეს, ადგილობრივი სომეხი მაცხოვრებლები არიან. და ძალიან დიდი ადამიანობა გამოიჩინეს, ძალიან დიდი გულისხმიერება გამოიჩინეს. მე ვისურვებდი რომ იგივე გული და სული ჩვენ გვაქვს და არასდროს არ დაგვეკარგოს ესეთ კარგ საქმეებში გავჯიბრებოდით ყოველთვის ერთმანეთს და უბრალოდ მიხვდნენ რა გავაკეთეთ. ამისი თქმა მინდა. რასაც თვითონ ემსახურებიან, რის დაცვასაც თვითონ ემსახურებიან. ამ კონსერვაცია აღდგენის ასე რომ ვთქვათ ერთგვარი საშუალებაა ეს საქმე, რაც ჩვენ გავაკეთეთ და ამ ხალხმა აბსოლუტურად გაითავისა თავიდან ბოლომდე თუ რას ნიშნავს ამ ბუდეების ბუნებაში ჩაყენება და რა პოტენციალის მატარებელია და წინ რო კიდე უფრო დიდი გეგმები და უფრო დიდი ასე რომ ვთქვათ გამოწვევებია კარგი გაგებით რა და მადლობას ვუხდი მაგ ხალხს. ამისი თქმა მინდოდა თქვენთვის რომ კარგი საქმისთვის საქართველოს ნებისმიერ კუთხეში ხელგაშლილი ხდება ნებისმიერი ადამიანი. და მათ შორის გზად როცა მოვდიოდით ბუღდაშენზე შემოსასვლელში შეხვდა ქართველი კაცი, ადგილობრივი მაცხოვრებელი თამაზი ძია, ასე რომ ვთქვათ. ხარაგაულელი კაცი, ამ შემთხვევაში თამაზი ბიძია. და რაღაცაზე გავაჩერეთ, მანქანას შევხედეთ და თვითონვე მოვიდა, თვითონვე გამოგველაპარაკა, თვითონვე და აქ ვართო შვილებო, ხო არაფერი გინდათო, მოდითო, საჭმელი ჭამეთო, ვიქეიფოთო, ვისაუბროთო, დარჩითო, ღამე გაითიეთო, აქ ვარო, გავლაში, გამოვლაშიო. როცა კი რამეში დაგჭირდეთო, დამიძახეთო და აქ ვარო. არა მარტო ეხლაო, არამედ ზოგადათო რა და ამ სიშორეზე შენი ქვეყნის ერთი კუთხიდან მეორე კუთხეში გინდაც ქართველის მხრიდან და გინდაც ეთნიკურად სომეხის, მაგრამ საქართველოს მოქალაქის მხრიდან როცა ესეთი პატივისცემა და გულუხობა და გულკეთილობა ხდება, უბრალოდ ცამდე გახარებული ვარ და ცამდე აღფრთოვანებული ვარ.